რუდოლფ შტაინერი, სახარება მათესგან მე-12 თავი. როდესაც ერთ მთლიანობაში ვიაზრებთ კაცობრიობის ევოლუციას, მის თანმიმდევრულ სვლას, ჩვენს წინაშე ყოფიერების მთელი სისრულით წარმოსდგება სხვადასხვა კულტურების პროცესში მრავალჯერად ინკარნირებული, სრულყოფის პირველ საფეხურებს მიღწეული ადამიანი. ინკარნაციიდან ინკარნაციაში მიღწეულს იგი თანდათან გარდაქმნის შინაგან ძალებად, რომლებიც სავსებით შეესაბამება პლანეტარული ევოლუციის ახალ სტადიებს. ამგვარად, ერთი მხრივ ჩვენს წინაშეა პროგრესის გზაზე მდგომი ღვთაებრივი მიზნისკენ დაუცხრომლად მსწრაფი ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანი ვერასდროს მიაღწევს მისთვის განსაზღვრულ მწვერვალებს, თუკი მას მაღლიდან არ შემოეშველებიან არსნი, რომელთაც მსოფლიო ევოლუციაში ადამიანურისგან განსხვავებული გზები განვლეს. შეიძლება ითქვას, რომ დრო და დრო სხვა სამყაროთა არსებანი მიწიერ გზაზე დგებიან, რათა თავიანთ დონემდე აღმართონ ადამიანი. ხოლო რაც შეეხება პლანეტარულ მდგომარეობებს, რომლებიც წინ უძღვოდა ჩვენს დედამიწას, მათ შესახებ ჩვენ ვიცით, რომ დაწყებული ძველი სატურნიდან განუზომლად მაღალმა არსებებმა, საყდრებმა, მსხვერპლად გაიღეს წმინდა დებელობის სუბსტანციიდან შემდგარი თავისი თავი. რამაც ადამიანის ფიზიკური სხეულის პირველი ჩანასახების წარმოქმნა განაპირობა. ესე იგი, ლაპარაკია ნებელობის სუბსტანციაზე, რომლისგანაც შედგება განუზომლად მაღალი არსებები, საყდრები. და აი ამ საყდრებმა მსხვერპლად გაიღეს წმიდა დებელობის სუბსტანციიდან შემდგარი თავისი თავი. და აი ამან განაპირობა ადამიანის ფიზიკური სხეულის პირველი ჩანასახების წარმოქმნა. ეს მხოლოდ ზოგადი წესრიგების ერთ-ერთი საილუსტრაციო მაგალითია. რამე თუ ადამიანზე მაღლა მდგომი არსებები გამუდმებით ეშვებიან ადამიანთან და ერთვიან მის ევოლუციას. რაღაც დროის მანძილზე ისინი ადამიანის სამშენებლოში, ადამიანის არსებაში ცხოვრობენ და ან ადამიანის იერს იღებენ, ან როგორც ერთგვარი ძალა ადამიანის სამშენებლოში ვლინდებიან და ისეთნაირად მსჭვალავენ და ინსპირირებენ მას, რომ ამგვარად განსულიერებულ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა უფრო მეტი ქმედითობით გამოვლინდეს კაცობრიობის ევოლუციაში. ჩვენს მატერიალისტურ ნიველირებულ ეპოქაში ხალხს არ სიამოვნებს იმის მოსმენა, რომ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებშიც ცხოვრობს ერთგვარი მაღალი არსი, რომელიც ინსპირირებს მათ. თანამედროვე ადამიანი ამგვარ ფაქტებს ცრურწმენად აღიქვამს და მაინც ამგვარი მოვლენების ბოლო ნახმევმა ჩვენს მატერიალისტურ ერამდეც მოატანა. თუმცა იგი სასწაულის გაუცნობიერებელი რწმენითაა შეფუთული. ადამიანებს სწამთ გენიალური პიროვნებების, გენით გასხივოსნებული პიროვნებების მოვლენების. გავრცელებული აზრით ეს გენიოსები გამოირჩევიან ადამიანთა ძირითადი მასიდან. ამბობენ, რომ მათი სამშინველები დაჯილდოებულია იმ ნიჭით და უნარით, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის ბუნებისგან განასხვავებს მათ. მაგრამ ადამიანთა ისეთი ფენებიც არსებობს, სადაც აღარც გენიოსების სწამთ და იმასაც ცდილობენ როგორმე ჩრდილი მიაყენონ და დააკნენონ ისინი. რამე თუ მატერიალური აზროვნება უძლური აღიქვას სულის ბეჭედი. თუმცა ზოგადად გენიოსების არსებობა მაინც დაშვებულია და ყოვლად უაზრო და უსაფუძვლო რწმენა, რომ განზე გადავდოთ, მართლაც უნდა ვაღიაროთ, რომ კაცობრიობის ევოლუციის თანამოქმედ გენიოსებში ვლინდება ძალა, რომელიც მათ ნორმალური ადამიანური ბუნების საშუალო დონიდან გამოარჩევს. ადამიანები უფრო ღრმად რომ დაინტერესებულიყვნენ ამ საკითხით და მიემართათ მათთვის, ვინც იცის რა არის გენიოსი. ისინი მიხვდებოდნენ, რომ თუ კი სადმე ანაზდად გამოჩნდა სიკეთის განსაკუთრებული ნიჭით, განსაკუთრებული კეთილშობილებით დაჯილდოებული ადამიანი, ეს იმის ნიშანია, რომ მის სამშენებლოში დაისადგურა გარკვეულმა სულიერმა ძალამ, რომელიც ამ ადამიანის მეშვეობით ვლინდება. ანთროპოსოფიული კონცეფციის თვალსაზრისით, რეალურად შესაძლებელია ორი შემთხვევა. ადამიანს ძალუც ამაღლდეს ზეცამდე,
ან ადამიანის სხეულსა თუ სამშვენივროში შესაძლოა დაეშვნեն ღვთაებრივი არსებანი. პირველ როზენკროიცერულ დრამაში ხელდასხმის კარიბჭე, ასე ჰქვია მას, ხო? არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი სცენა. როდესაც კაცობრიობის ევოლუციაში უნდა მოხდეს რაღაც განსაკუთრებული, ამ დროს აუცილებელია, რომ რომელიმე ღვთაებრივი არსება ერთგვარად შეუერთდეს ადამიანის სამშვენივროს და გამსჯვალოს იგი. ასეთია კაცობრიობის ევოლუციის მოთხოვნა. იმისთვის, რომ გავიგოთ, რა კავშირშია ეს ყველაფერი ჩვენს სულიერ ყოფიერებასთან დედამიწაზე, გავიხსენოთ, რომ თავდაპირველად დედამიწა მზესთან იყო შეერთებული, ხოლო შემდეგ განუზომლად შორეულ წარსულში მზე და დედამიწა განცალკევდნენ. ცხადია, თქვენ იცით, რომ აქ არსებითია არა მიწიერი და მზიური მატერიების გახლეჩა, რასაც ამ დროს ჰქონდა ადგილი, არამედ ის, რომ ამ დროს მოხდა ღვთაებრივ სულიერი არსებების გაყოფა. ღვთაებრივ სულიერი არსებების გაყოფა. ანუ მზესთან დაკავშირებული სულიერი არსებები გამოიყვნენ დედამიწასთან დაკავშირებულ სულიერ არსებებს. დედამიწისა და მზის გაყოფასთან ერთად ზოგიერთმა ღვთაებრივმა არსებებმა შეინარჩუნეს დედამიწასთან კავშირი. დანარჩენები კი მზეზე დარჩნენ, რადგანაც მათი განვითარება აღემატებოდა მიწიერი პირობების დონეს. მათ ვერ შეძლეს საკუთარი კოსმოსური მისიის დედამიწაზე აღსრულება და თავიანთი სამკვიდრებელი მზეზე გადაიტანეს. ამრიგად, ზოგიერთმა სულიერმა არსებამ შეინარჩუნა მჭიდრო კავშირი დედამიწასთან. სხვანი კი ამ დროს თავიანთზე მოქმედებას მზიდან ავლენდნენ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემდგომში მოქმედების ორი სარბიელი შეიქმნა. დედამიწა თავისი არსებებით და მზე ასევე თავისი არსებებით თურთ. სულის მაღალი სფეროებიდან ადამიანებს მზის ის არსებები ეხმარებიან, რომლებმაც მოქმედების არეალი დედამიწიდან მზეზე გადაიტანეს. სწორედ მათგან შეირჩევიან ისინი, ვინც ევოლუციის სტიმულირების მისიით დრო და დრო უერთდებიან მიწიერ კაცობრიობას. ხალხურ მითებში ბევრია ასეთი მზის ბალადები. ადამიანთა ბედებში თანამონაწილეობის მიზნით მაღალი ზეციური სფეროებიდან დაშვებული არსებები. მზიური არსით გამსჭვალული და განსრულებული ადამიანი მართლაც ბევრად უფრო დიდ მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით გარეგნული იერით მოსჩანს. გარეგნული იერი ილუზია, მაია, მის მიღმა დგას რეალური არსება, რომლის ამოცნობა ხელეწიფება მხოლოდ მას, ვისაც ამგვარი არსების უშინაგანეს სიღრმეებში ჩახედვა შეუძლია. მისტერიებში ცნობილი იყო და დღემდე ცნობილია კაცობრიობის ევოლუციასთან დაკავშირებული ამ ორი მოვლენის ჭეშმარიტი რეალურობა. შესაბამისად, ყოველთვის განასხვავებდნენ ერთმანეთისგან სულიერი სფეროებიდან დაშვებულ ღვთაებრივ სულებს და დედამიწიდან ამაღლებულ ხელდასხმისა და სულიერ სამყაროთა შემეცნების მოწაფე ადამიანებს, რომელ არსებას ვხედავთ ჩვენ ქრისტეში. აქ ითქვა, რომ მას უწოდებენ ქრისტეს, ცოცხალი ღმერთის ძეს. აღმოსავლეთის ფილოსოფიური ტერმინი რომ გამოგვეყენებინა, მას ავატარას, დედამიწაზე ჩამოსულ ღმერთს ვუწოდებდით. ავატარა. მაგრამ ქრისტეში მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის აღიარება, მისი არსის შეზღუდვა იქნებოდა. თუ კი ვაღიარებდით ქრისტეში, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს, ხო? ეს მისი არსის შეზღუდვა იქნებოდა. ქრისტეს დედამიწაზე დაშვება იოანესაგან ნათლობის მომენტში 4-ვე სახარებაში აღწერილი. სწორედ ამ დროს მზის ყოფიერების სფეროდან დედამიწაზე ეშვება ღვთაებრივი არსი, რათა ადამიანის არსებასთან გაერთიანდეს. სრულიად აშკარაა, რომ 4-ვე მახარებლის თვალსაზრისით ხსენებული მზის არსება განუზომლად აღემატება ნებისმიერ ავატარას, სხვა ნებისმიერ მზის სულს, რომელიც ოდესმე დაშვებულა დედამიწაზე. ამიტომაც ამგვარი სულიერი არსის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მას კაცობრიობის მხრივ მისი აღქმისთვის სრულიად განსაკუთრებულად მომზადებული პიროვნება შემოეგებოს. მაშასადამე მზის სულზე, ცოცხალი ღმერთის ძეზე, რომელიც შემწედ მოევლინა კაცობრიობის ევოლუციას,
ოთხივე სახარება მოგვითხრობს. ხოლო ადამიანზე, რომელიც მაღლდება ამ სულის აღსაქმელად, მხოლოდ მათეს და ლუკას სახარებებშია მოთხრობილი. ისინი აღწერენ, როგორ უახლოვდება ერთი ადამიანი 30 წლის განმავლობაში მზის არსის საკუთარ არსებაში აღქმის უდიადეს წუთს. მაგრამ ის, ვისაც ჩვენ ქრისტეს ვუწოდებთ, იმდენად გრანდიოზული, იმდენად ოვლის მომწველია, რომ მის აღსაქმელად, მისი მზიური არსის შესანივთებლად არასაკმარისია ფიზიკური გარსების უბრალოდ მომზადება. აქ საჭიროა, რომ დედამიწისკენ დაძრულ მზის სულს მიეგებოს სრულიად განსაკუთრებული ფიზიკური და ეთერული სხეულების მქონე არსება. სწორედ მათეს სახარებიდან ვიგებთ, როგორ მზადდებოდა ეს სხეულები. მაგრამ ეს ყველაფერი როდია? მათეს სახარებაში აღწერილი ადამიანის ფიზიკური და ეთერული გარსები მზის სულის აღსაქმელად ოდითგანვე ებრაელი ხალხის 42 თაობის განმავლობაში მზადდებოდა. მაგრამ ამ ადამიანში ვერც მისი ასტრალური ორგანიზმი და ვერც მე, ჭეშმარიტი მატარებელი, ვერ მომზადდებოდა. ამისთვის სხვა განსაკუთრებული მომზადება იყო საჭირო და ეს უნდა განეხორციელებინა სხვა ადამიანს, ნათანის შთამომავალ იესოს, რომელზეც ლუკას სახარება მოგვითხრობს. ჩვენ ვიცით, რომ ორივე იესო, ანუ მათეს სახარების იესო და ლუკას სახარების იესო, გაერთიანდა და ერთ ადამიანად იქცა. ეს მოხდა, როდესაც ზარათუსტრას ინდივიდუალობამ, თავიდან მახარებელ მათეს მიერ აღწერილი იესოს სხეულებრივი გარსები რომ დაიუფლა, 12 წლის ასაკში მიატოვა თავისი სხეული და ლუკას სახარების იესოში გადავიდა. ამის შემდეგ ზარათუსტრას ინდივიდუალობამ ამ იესოში იცხოვრა და იმ ძალთა წყალობით, რომლებიც ამ ინდივიდუალობამ მათეს სახარებაში აღწერილი იესოს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში განავითარა, იგი ამჯერად უკვე ნათანის იესოში უნდა შედგომოდა ასტრალური ორგანიზმის და მეს მატარებლის განვითარებას. ასე მწიფდებოდა ადამიანის უმაღლესი წევრები იმ არსების აღსაქმელად, ცხოვრების 30 წელს მასში ზე სამყაროებიდან რომ უნდა დაშვებულიყო. რათა მათეს სახარების სული თქმით შევაჯამოთ ფაქტების მთელი ეს ჯაჭვი, უნდა ვთქვათ, რომ ამ სახარების ავტორმა თავიდან დასვა კითხვა. როგორი ფიზიკური და ეთერული სხეულები ესადაგებოდა ქრისტეს არსებას მისი ერთადერთი მიწიერი ინკარნაციის პერიოდში. და საფუძვლიანი განჯის შემდეგ ასე უპასუხა. ამ მიზნისთვის სადაგი ფიზიკური და ეთერული სხეულის მოსამზადებლად საჭირო იყო, რომ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ოდესღაც აბრაჰამს ებოძა, ებრაელი ხალხის 42 თაობის მონაცვლეობის პროცესში სრული განვითარებისთვის უნდა მიეღწია. ამგვარად, მემკვიდრეობითობის მეშვეობით შეიქმნა ფიზიკური და ეთერული სხეულები. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ მემკვიდრეობითობის მეშვეობით შეიქმნა ფიზიკური და ეთერული სხეულები. მაგრამ აი კიდევ რას ამბობს მახარებელი მათე. ეს ფიზიკური და ეთერული სხეულები საჭირო იარაღად იქცნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ზარათუსტრამ გამოიყენა. ხოლო ზარათუსტრამ, ამ უდიდესმა ინდივიდუალობამ, რომელიც კაცობრიობის წიაღში ქრისტეს აღქმის და წვდომისთვის ემზადებოდა, ამ სხეულების გამოყენება შეძლო მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს იყო შესაძლებელი, ანუ 12 წლამდე. ამის შემდეგ ზარათუსტრას უნდა მიეტოვებინა ეს სხეული და ასე ვთქვათ, ლუკას სახარების იესოს სხეულში გადასულიყო და აქ მახარებელი მათე წყვეც იმის განხილვას, რაც აქამდე მისი მხედველობის არეში იმყოფებოდა. მას ყურადღება გადააქვს ლუკას სახარების იესოზე და მას შეადევნებს თვალს ზარათუსტრას ცხოვრებას უკვე 30 წლამდე. ამ დროისთვის ზარათუსტრამ იმდენად განავითარა ლუკას იესოს ასტრალური სხეული და მეს მატარებელი, რომ შეძლო ეს ყველაფერი მსხვერპლად გაეღო მზის სულისთვის, არსებისთვის, რომელიც ზესფეროებიდან დედამიწაზე დაეშვა. ეს ყველაფერი აღწერილია ნათლობის ეპიზოდში.
ისევ დავუბრუნდეთ დედამიწის და მზის გაყოფას და გავიხსენოთ, რომ ზოგიერთი არსებები, რომელთა უზენაესი წარმართველი იყო ქრისტე, ზუსტად ისევე და ამავე დროს განეცალკევენ დედამიწას. ამ არსებებმა მხოლოდ ძალზე ნელა და თანდათან შეძლეს დედამიწაზე ზემოქმედება და თვით ქრისტეს ზემოქმედებაც მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მაგრამ მზის ზემოქმედებას კიდევ ერთი შედეგი მოჰყვა. გავიხსენოთ გარემოება, რომელიც არაერთხელ გვიხსენებია, სახელდობრ ის, რომ ძველი სატურნის სუბსტანცია შედარებით მარტივი იყო. ეს გახლდათ მცხუნვარების, ანუ ცეცხლის მდგომარეობა. ძველ სატურნზე ჯერ არც ჰაერი, არც წყალი, არც სინათლის ეთერი არსებობდა. ეთერი მხოლოდ მზის ყოფიერების დროს გაჩნდა. შემდგომ მთვარის პერიოდში ნივთიერებათა გამკვრივებამ თხევადი მდგომარეობა წარმოშვა. მოხდა ასევე გაიშვიათება საპირისპირო მიმართულებითაც, რამაც ბგერის ეთერის წარმოშობა განაპირობა. დედამიწის ყოფიერების განმავლობაში ამას ყველაფერს დაემატა ერთი მხრივ კიდევ უფრო მეტი გამკვრივება, რისი შედეგიც გახლდათ მკვრივი, საკუთრივ მიწიერი სუბსტანციის წარმოშობა, ხოლო მეორე მხრივ უფრო მეტად გაიშვიათებული მდგომარეობა, რასაც ჩვენ სიცოცხლის ეთერს ვუწოდებთ. ამგვარად დედამიწაზე გვაქვს სითბოს მდგომარეობა, წყლის ანუ თხევადი მდგომარეობა და მიწის სიმკვრივის მდგომარეობა. მათი საპირისპირო მდგომარეობებია გაიშვიათების შედეგად მიღებული სინათლის ეთერი, ბგერის ეთერი და სიცოცხლის ეთერი. დასახელებულთაგან ყველაზე ფაქიზი სიცოცხლის ეთერია. მაგრამ დედამიწიდან მზის გასვლის მომენტში დედამიწას გამოიყო არა მარტო მზიური ნივთიერება, არამედ მისი სულიერი ნაწილიც. ეს სულიერი ნაწილი ნელ-ნელა კვლავ დაუბრუნდა დედამიწას, მაგრამ სავსებით არასდროს დაბრუნებულა. უმაღლესი ეთერული მდგომარეობებიდან ადამიანი დედამიწაზე აღიქვამს მხოლოდ სითბოს. ესე იგი, უმაღლესი ეთერული მდგომარეობებიდან ადამიანი დედამიწაზე აღიქვამს მხოლოდ სითბოს, ანუ სითბურ ეთერს და უიშვიათეს შემთხვევაში სინათლის ეთერს, ანუ სინათლეს. ის, რასაც ადამიანი აღიქვამს როგორც ბგერას, მხოლოდ ექოა მატერიალიზებული მდგომარეობა იმ ჭეშმარიტი ბგერისა ეთერში რომ არსებობს. როდესაც ლაპარაკია ბგერის ეთერზე, მხედველობაში აქვს სფეროთა ჰარმონიის საფუძველი, რომელიც მხოლოდ სულიერი სმენისთვის არის ხელმისაწვდომი. მზისთვის, რომელიც თავისი დღევანდელი ფიზიკური ფორმით დედამიწაზე სხივებს გზავნის, ასევე ცოცხლობს მატერიის ეს უმაღლესი მდგომარეობები. ადამიანი კი ამას აღიქვამს მხოლოდ ხელდასხმის სხვადასხვა ეტაპზე სულიერი მუშაობის შედეგად. ან იმ შემთხვევაში, თუ კი რომელიმე მზიური არსება საგანგებოდ არჩეულ ადამიანში ეშვება სხვა ადამიანთან ხელშესაწყობად. ასეთი ადამიანისთვის მზე ჟღერადობას იწყებს, ადამიანს ესმის სფეროთა ჰარმონია. ბგერის ეთერის გარდა არსებობს კიდევ სიცოცხლის ეთერი და როგორც მარტივი ბგერის საფუძველზე არსებობს ბგერა მაღალი, შინაგანი, ფსიქიკური, სიტყვა, რეზონანსი თუ აზრი, სიცოცხლის ეთერთანაც ასევე დაკავშირებულია აზრი, დაკავშირებულია სიტყვა, რომელსაც ქვემო სპარსულ ენაზე ჰონოვერი ეწოდებოდა და რასაც მახარობელი იოანე ლოგოსს უწოდებს. ეს არის მზიური მატერიისთვის ნიშანდობლივი აზრით გასრულებული ჟღერადობა. ზარატუსტრა, რომელიც პოსტ-ატლანტიდური ხანის გარიჟრაჟზე ცხოვრობდა, ერთ-ერთი იყო იმ ბედნიერ მოკვდავთაგან, ვინ ჟამთა სვლამ სმენა დახშული არ დატოვა მზის მუსიკისადმი, ამ მზიური მეტყველებისადმი. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ ზარატუსტრას მისი მოძღვრება მზიური მეტყველებიდან მიეცა, ამ სიტყვების მიღმა დგას არა მითი, არამედ ჭეშმარიტება, რომელიც სიტყვა სიტყვით უნდა იქნას გაგებული. ზარატუსტრას შეეძლო, უბრალოდ ზარატუსტრამ შეძლო მზის მეტყველების აღქმა. რას წარმოადგენდა ის გამაოგნებელი და ზედიდებული შეგონებები, რომლითაც ზარატუსტრა თავის მოწაფეებს მოძღვრავდა.
ეს იყო ბგერა, აზრი, ჟღერადობა, რომელსაც თავად მზე გამოსცემდა, რომელიც მსჭვალავდა ზარათუსტრას და მისი არსების გამჭოლ ჟღერდა. ზარათუსტრა ამ ბგერის გადმოსაცემი ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებდა. ამიტომაც მოგვითხრობს სპარსული ლეგენდა, რომ მისთა ბაგეთაგან ჟღერდა მზის მეტყველება, იდუმალი მეტყველება, რომელშიც თავად მზე სიცოცხლე იყო გაიდუმალებული. როდესაც ლეგენდა ეხება მზის ასტრალურ სხეულს, ამ დროს ლაპარაკია აურა მაზდაოზე, მაგრამ აქ ასევე ნაგულისხმებია მზიური სიტყვა, რომელსაც შემდგომში ბერძნულ თარგმანებში ლოგოსი ეწოდა. ზარათუსტრას პიროვნება რაოდენ მაღალიც არ უნდა ყოფილიყო, იგი იმ შორეულ ხანაში ჯერ არ იყო ზიარებული ხელდასხმის უმაღლეს საფეხურებს და არ ძალუძდა ცნობიერად აღექვა ის სიტყვა, რომელიც ადამიანებისთვის უნდა ამეტყველებულიყო. ასეთი პიროვნება ერთგვარად უნდა განსულიერებულიყო მასზე უფრო მაღალი ინდივიდუალობით. ზარათუსტრას შეეძლო ელაპარაკა აურა მაზდაოზე, რადგანაც მასში ჟღერდა აურა მაზდაოს ღვთაებრივი არსი, რადგანაც მისი მეშვეობით გამოიხატებოდა მზიური სიტყვა, დიადი აურა, მსოფლიო ნათელი. მზე ღმერთი უკვე წინ და წინვე ატყობინებდა ადამიანებს თავის თავზე, მაგრამ მისი გარე არსი ჯერ ვერ აღწევდა დედამიწამდე. მზის მეტყველება უფრო მეტად მათი სამშვენველების შინაგანს შეადგენდა. მოწაფეებისადმი ზარათუსტრას შეგონება შეიძლებოდა ასეთნაირად გადმოგვეცა. ცნობიერ ჰყავით, რომ ფიზიკური სინათლის მიღმა არსებობს სულიერი ნათელი. როგორც ფიზიკური ადამიანის მიღმა არსებობს ასტრალურობა, მისი აურა, ასევე მზის მიღმა არსებობს დიადი აურა. ფიზიკური მზე უნდა განიხილებოდეს როგორც სინათლის სხეული არსებისა, რომელიც მოვა დრო და დაეშვება დედამიწაზე. მზე ერთგვარი გარეგნული ფორმაა. ნათელმხილველური მზერისთვის იგი მისაწვდომია. ამ სხეულში სუფევს შინაგანი არსი, სამშვენველი და როგორც სამშვენველი ავლენს თავის თავს ბგერაში, ასევე მზის სიტყვა, მზის ლოგოსი თავის თავს მზის აურაში ავლენს. ზარათუსტრამ ადამიანებს აღუთქვა, რომ დადგება დრო და დიადი აურა, სინათლის არსება დატოვებს ღვთაებრივ და სულიერ სფეროებს და მზის არსების სამშვენველი იქნება მზიური სიტყვა. ზარათუსტრას მზის აურის და მზიური სიტყვის მოვლენების წინასწარმეტყველური შემეცნება. ზარათუსტრას მიეცა მზის აურის და მზიური სიტყვის მოვლენების წინასწარმეტყველური შემეცნება. მას აქეთ, ეპოქიდან ეპოქაში, მისტერიებში ცოცხლობდა ეს ცოდნა ლოგოსის, მზიური სიტყვის მოვლენებაზე, რომელიც აღეთქვა კაცობრიობას. იგი ყოველთვის უდიდეს ნუგეშს და იმედს უსახავდა ყველას, ვინც კაცობრიობის ევოლუციის გზით მზე სამყაროებს ესწრაფოდა. ზოგიერთი მზის სულები ეშვებოდნენ და უერთდებოდნენ დედამიწას. ეს სულები მართალია შედარებით დაბალი რანგის სულებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ისინი მაინც მზიური სიტყვის, მზიური ნათლის სულის, მზის აურის მოციქულები იყვნენ. ისინი სულ უფრო და უფრო ნათლად და განსაზღვრულად უხატავდნენ ადამიანებს მომავლის სურათებს. ეს გახლავთ ერთ-ერთი ასპექტი იმ ტრადიციებისა, რომლებიც მისტერიებში შემონახული ეპოქიდან ეპოქას გადაეცემოდა. მეორე მხრივ ხალხს უნდა სცოდნოდა, რომ ადამიანს ძალუძს გაიმართოს, მიეგებოს იმას, რაც ამგვარად ეშვება დედამიწაზე და რომ ცოდნა ამ გარდამოვლენების შესახებ საქმით უნდა იქნეს ხორჩესხმული. მაგრამ ქრისტიანობამდელ ხანაში ჯერ არ არსებობდა სრული რწმენა იმისა, რომ ადამიანს მთელი მისი სისუსტეებით შეუძლია დამოუკიდებლად ამაღლდეს მზის უმაღლეს არსებამდე, მზის სულების წინამძღოლ ქრისტემდე. ცალკეული ადამიანი დამოუკიდებლად ხელდასხმის ვერც ერთ გზაზე ამას ვერ მიაღწევდა. ამიტომაც მათ ეს სახარება წარმოგვიჩენს, რომ ებრაელი ხალხის მთელი გენეტიკური რესურსი დაჭირდა იმას, რომ დაბადებულიყო ასეთი ადამიანი. მეორე მხრივ, ლუკას სახარებაში ნაჩვენებია თუ როგორ განიცადა მიწიერი ადამიანის საუკეთესო ელემენტებმა ფილტრაცია 77 საფეხურის გავლით, რათა უზენაეს არსებას, რომელიც დედამიწაზე უნდა დაშვებულიყო, მისი სადაგის სხეული მიგებებოდა.
მაგრამ მისტერიების მოწაფეები ხშირ შემთხვევაში სუსტი ადამიანები იყვნენ. ყოველთვის როდი ნახავდით მათ შორის ისეთებს, ვისაც ხელი ეწიფებოდა კაცობრიობის მომავლის განჭრედა, ან თუნდაც სათავისოდ დასახული განვითარების მიღწევა. ასე რომ ხელდასხმის ეს კანდიდატები რამდენიმე კლასად იყვნენ დაყოფილი და შესაბამისად სრულიად განსხვავებული გზებით იღებდნენ ეზოტერულ ცოდნას. მათ შორის იყვნენ ისეთი პიროვნებებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად უხსნიდნენ, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა უნდა აკეთოს გარე ცხოვრებაში, რათა გახდეს სათანადო იარაღი, გახდეს ტაძარი დედამიწისკენ მომავალი მზის არსებისთვის. სხვა მოწაფეები ითვისებდნენ რაღაც ისეთს, რაც მზის არსების წვდომისა და შინაგანი განცდის მოწადინე სამშვენიველში სიჩუმესა და დაუნჯებაში მწიფდებოდა. მაგრამ მისტერიების სკოლებში ცხადია იყვნენ ისეთი მოწაფეებიც, რომელთა ამოცანა იყო მოემზადებინათ თავისი თავი, რათა გამხდარიყვნენ მზის სულების მატარებელი, ტაძარი მზის იმ სულთათვის, რომლების დედამიწაზე უნდა დაშვებულიყვნენ. ასეთი ადამიანები სათანადო განვითარებას საჭიროებდნენ. მათ ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად საგანგებო მეთვალყურეობის ქვეშ ზრდიდნენ. ასე იყო წარსულში, დაარსებითადაც ეს დღესაც ასეა. თუმცა მატერიალისტური შეხედულებები ხელს უშლის ამ ფაქტების გაგებას. წარმოიდგინეთ, რომ დადგა დრო, როდესაც სულიერი სფეროებიდან დედამიწაზე უნდა დაეშვას უმაღლესი არსი, რათა კაცობრიობას ახალი ბიძგი მისცეს. ამ წუთის მოლოდინში უნდა იყვნენ მისტერიების მსახურნი. მათ უნდა შეეძლოთ დროის ნიშნების კითხვა. ყველასთვის უცნობი, სიჩუმესა და განმარტოებაში უნდა ელოდნენ ისინი ამ საათს, როდესაც ღმერთი დაეშვება ზეციდან და განახორციელებს ძვრას კაცობრიობის განვითარებაში. ასევე მათი ამოცანა ყურადღებით დააკვირდნენ და ამოიცნონ ის ადამიანები, ვისაც შეიძლება უხელმძღვანელო და წარმართო ისეთნაირად, რომ მათ ასეთი მაღალი არსების შინაგანი აღქმა შეძლონ. მაგრამ უკეთო დედამიწაზე დასაშვებად განსაზღვრული არსება სრულიად განსაკუთრებული სიმაღლისაა, მაშინ ის პიროვნებაც, რომელიც ტაძრად უნდა ექვნას მას, ბავშვობიდანვე შესაბამისად უნდა გაიზარდოს. ეს ხდება აბსოლუტურად რეალურად, მაგრამ ამას ვერ ამჩნევენ. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც ამგვარი ადამიანების ცხოვრების გზებს აღწერენ, საოცარ მსგავსებებს პოულობენ მათ შორის. მართალია ასეთი პიროვნებების ცხოვრების გარე პირობები განსხვავებულია, მაგრამ მათი ბიოგრაფიების ცალკეულ ეტაპებს შორის მსგავსება უდავოა. კაცობრიობის ევოლუციაში აქა-იქ ყოველთვის ჩნდებიან პიროვნებები, რომელთა ბიოგრაფიები ლამის უმნიშვნელო დეტალამდე ემთხვევა ერთმანეთს. ეს გახლავთ უცილობელი ფაქტი, რომელიც არც თანამედროვე ისტორიკოსებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. პოპულარულ, თუმცა კი სიღრმეს მოკლებულ ნაშრომებში თქვენ შეგიძლიათ ამოიკითხოთ ამგვარი ბიოგრაფიული აღწერილობანი. სხვათა შორის, მარბულგელმა პროფესორმა ვინმე იანსენმა აღმოაჩინა ფორმალური ანალოგიები გილგამეშ ბაბილონელის, მოსეს, იესოს და პავლე მოციქულის ბიოგრაფიებში. მან დახატა დიდებული სურათები, რომლებშიც საოცარი თვალსაჩინოებითაა წარმოდგენილი ამ პიროვნებათა ცხოვრებისეული თანხვედრილობანი. ეს სურათები მართლაც ისეთ განსაცვიფრებელ მსგავსებებს წარმოგვიჩენს, რომელთა წინაშეც თანამედროვე მატერიალისტური აზრი პირღია რჩება, მაგრამ დასკვნა მაინც ასეთია: ყველა მითი ერთი და იგივეს გამეორებაა. იესოს ცხოვრების ავტორმა გადაწერა ბაბილონური გილგამეშის ისტორია. მოსეს ბიოგრაფია სხვა არაფერია თუ არა ძველი ეპოსის კალკი. და ბოლოს არც ერთი ამ ადამიანთაგანი, არც მოსე, არც იესო, არც მოციქული პავლე სისხლხორციელი არსება არ იყო. წარმოდგენა ძნელია, სადამდე შეიძლება მივიდეს დღევანდელი მეცნიერება ფაქტების მატერიალისტური ინტერპრეტაციით. რაც შეეხება ანალოგიებსა და მსგავსებებს, აქ უბრალოდ საქმე გვაქვს იმ რეალობასთან, რომ პიროვნებებს, რომლებიც საკუთარ თავში ღვთაებრივი არსის მისაღებად იყვნენ განსაზღვრულნი, ერთნაირი მომზადება უნდა გაევლოთ და ამაში გასაკვირი არაფერია, თუ კი გავითვალისწინებთ მსოფლიოს და კაცობრიობის ევოლუციის უღრმეს პირველ საფუძვლებს. ამასთანავე, არა მარტო შედარებითი მითოლოგია, არამედ ფანტაზიის მთელი ორომტრიალი, რომელშიც არც თუ იოლად მისაკვლევია მითებს შორის რაღაც თანხვედრილობები, სრული უაზრობაა და სხვა არაფერი.
მართლაც რა აზრი აქვს გერმანელი ზიგფრიდის და რომელიღაც ბერძენი გმირის ცხოვრებებს შორის რაღაც მსგავსებების დადგენას. მნიშვნელოვანია არა სამოსელი, არამედ ის, ვინც ამ სამოსელს ატარებს. ამის დადგენა კი მხოლოდ ოკულტური კვლევითაა შესაძლებელი. ჩვენთვის ამ შემთხვევაში საინტერესოა ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ტაძრად უნდა ექმნენ კაცობრიობის ევოლუციის მაიმპულსირებელ არსებებს, განსაკუთრებულ წარმმართველობას ექვემდებარებიან და შესაბამისად მათი ბედების ძირითადი ხაზებიც აუცილებლად მსგავსი იქნება. თუ როგორ უნდა წარიმართოს ამ ადამიანების განვითარება, ამის ინსტრუქციები, გარკვეული მითითებები უხსოვარი დროიდან ტაძრებში ინახებოდა. ესეელებთან ეს წესები ძირითადად ქრისტესადმი იყო მიმართული. სახელდობრ, როგორ უნდა აღზრდილიყვნენ და რად უნდა ჩამოყალიბულიყვნენ სოლომონის იესო და ნათანის იესო, რომლებსაც საბოლოოდ მზის სული უნდა აღექვათ. მაგრამ ამ იდუმალებებს ყველა როდი იყო განდობილი. ხელდასხმულები სხვადასხვა კლასებად იყოფოდნენ. ერთნი ზიარებულნი იყვნენ ყოველივე იმას, რაც უნდა გაიაროს ღმერთის აღსაქმელად განსაზღვრულმა ადამიანმა, რათა ღირსყოფილ იქნეს ამ მისიისთვის. სხვებს გახსნილი ჰქონდათ ცოდნა, თუ როგორ ვლინდება ღმერთი ადამიანში, როდესაც იგი მასში მოქმედებს, როგორც ეგრეთ წოდებული გენია. თანამედროვე ადამიანებს არ ძალუძთ იმის დანახვა, რომ გენიებიც, როდესაც ისინი ადამიანს იუფლებენ, ძალზე გვანან ერთმანეთს. მაგრამ ჩვენს დროში ბიოგრაფიები სულიერის თვალსაჩინარიდან არ იწერება. თორემ ვთქვათ და ვინმეს რომ მოესურვებინა გოეთეს გენიის ბუნების განმარტება სულიერის პოზიციიდან, იგი საოცარ მსგავსებას აღმოაჩენდა მასსა და დანტეს, ჰომეროს, გინდაც ესქილეს შორის. თანამედროვე კაცობრიობა მეტისმეტად ამაყობს იმით, რომ უძლურია თვალი ადევნოს ადამიანის პიროვნებაში გენიის განვითარებას. ადამიანები ძალისხმევენ დაადგინონ უდიდესი გენიოსთა პოემების სხვადასხვა რედაქციების არსებობა და ბევრს ხმაურობენ სხვადასხვა ესკიზების და ვარიანტების ორიგინალობასა და თვითმყოფადობაზე. გულისტკივილს გამოთქვამენ, რომ ავტორი ზოგი რამ ხანდაზმულობის გამო დაუმთავრებელი დარჩა ავტორს. სინამდვილეში კი ადამიანებს პოეტების გაგება სურთ მანამ, სანამ პოეტები ახალგაზრდები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ არ უნდა ჩამორჩნენ ახალგაზრდობას, ყოველივე ხანდაზმულს ამრეზით უყურებენ და ვერც კი ხვდებიან, რომ პოეტი კი არ დაბერდა, არამედ თავად თვითონ ვერ გამოსულან ჩვილობიდან. ეს მეტად გავრცელებული სცენაა. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ ღვთაებრივი არსების მიერ ადამიანური ინდივიდუალობის დაუფლების შესაძლებლობა სხვადასხვა ეპოქებში გამოვლენის მიზნით, თანაც ისე რომ თავად პრაქტიკულად უცვლელი დარჩეს, ადამიანისთვის გაუგებარია. მაშასადამე, მისტერიებში ზოგიერთ მოწაფეებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ღვთაებრივი არსის მისაღებად. სხვებს, როგორ ეშვება სინათლის სული, ლოგოსი, ზე სიტყვა დედამიწას. რაც შეეხება ქრისტეს, მისი მოვლინება მეტად რთული გზით მზადდებოდა და ხორციელდებოდა. ამიტომ ბუნებრივი იქნებოდა ამ უდიდებულესი და სრულიად უჩვეულო მოვლენის გადმოსაცემად არა 4, არამედ გაცილებით მეტი სახარება რომ დაწერილიყო. მაგრამ მხოლოდ 4 ადამიანი მოინახა ყველა ამ საიდუმლოს გაგება გათავისება მხოლოდ 4 ადამიანმა, 4 მახარობელმა შეძლო. მათგან 2, მათეს და ლუკას სახარებების ავტორები, შეეცადნენ წარმოეჩინათ მზის არსებისკენ ზემავალი ადამიანი. სახელდობრ მახარებელ მათეს ფიზიკურ და ეთერული სხეულების, ხოლო მახარებელ ლუკას ასტრალური სხეულისა და მეს ორგანიზმის თვალსაზრისით. მარკოზმა პირიქით აღწერა მზის აურა, უდიადესი აურა, სინათლის სხეული, სულიერი ნათელი, რომელიც მსოფლიო სივრცეულს ანათებს და თავისი მოღვაწეობით ქრისტეს სხეულს მსჭვალოს. ამიტომაც მახარებელი მარკოზი თხრობას იწყებს ნათლის ღებიდან, იმ წუთიდან, როდესაც სამყაროს ნათელი კოსმოსური სიმაღლეებიდან ეშვება. და ბოლოს იოანე მახარებელი აღწერს ამ მზის სულის სამშვიდველს. იგი მზე სიტყვას, მის შინაგან ელემენტს აღწერს. ეს სახარება ყველა დანარჩენზე ღრმაა და ყოვლისმომცველი. ასე აეწყო ფაქტები და ასე იქნა 4 თვალსაჩინარიდან აღწერილი ქრისტე იესოს არსი. 4-ვე მახარებელმა ზედმიწევნით ზუსტად გამოხატა ქრისტეს არსი ნაზარეველ იესოში.
მაგრამ თითოეული მათგანი, ასე ვთქვათ, იძულებული იყო თავის თვალსაზრისს გაჰყოლოდა, რადგანაც მხოლოდ ერთი კონკრეტული თვალსაზრისიდან გამომდინარე შეეძლო ესოდენ რთული არსის ცდომა. მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ 4 მახარებლის საწყის პოზიციებს და ეს ყველაფერი რეალურად აღვიჯდოთ ჩვენს სამშვიდობელებში. მახარებელი მათე ყურადღებას ამახვილებს სოლომონის შთამომავალ ყმაწვილ იესოზე. იგი აკვირდება თუ როგორ მზადდება ფიზიკური და ეთერული სხეულების ძალები, შემდეგ როგორ უკუიგდება ეს გარსები ზარათუსტრას მიერ და როგორ გადააქვს ამ ინდივიდუალობას ლუკას სახარების იესოში ყველაფერი, რაც სოლომონის შთამომავალ იესოს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში შეეძინა. ამ წუთიდან მოყოლებული მახარობელ მათეს ყურადღება გადააქვს იმ მოვლენების განვითარებაზე, რომელთა დასაწყისი მას არ გამოუცდია. ბოდიში არ გადმოუცია. მისი ძირითადი ამოცანა, ის რასაც მანსა თავიდან გაზდია, იყო თვალი ედევნებინა იმ არსების ბედის, ფორმირების და ევოლუციისთვის, რომელიც სოლომონიდან წარმომავალ იესოდან ნათანისეულ იესოში უნდა გადასულიყო. მან ეს ევოლუცია დასაბამიდან ბოლომდე წარმოაჩინა. მისი მზერის საგანია არა ლუკას სახარების იესოს ასტრალური სხეული და მე, არამედ ის, რაც მის მიერ აღწერილ იესოდანაა გადმოსული. როდესაც მახარებელი მათე დედამიწაზე შთამოვლენილ მზის სულს აღწერს, მისი ფიქრები ძირითადად მიმართულია უნარებისკენ, რომელთა გამოყენებაც ქრისტეს ხელეწიფება იმ ფაქტის წყალობით, რომ სოლომონის შთამომავალ იესოს მიერ მომზადებულ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს ფლობს. ეს უნარები ცხადია, ქრისტეში წვლინდებოდა და მახარებელი მათეც სწორედ ამ მიმართებით და სრულიად განსაკუთრებული სკრუპულოზობით განაგრძობს თხრობას, რადგანაც მისთვის უმთავრესი სწორედ ეს პირველსაწყისი თვალსაზრისია. წმინდა მარკოზის სახარების ავტორი თავიდანვე ყურადღებას აპყრობს ზეციდან დაშვებულ მზის სულს. იგი არავითარი იმიწერი არსებით არ არის დაკავებული. ფიზიკური სხეული მისთვის მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი საშუალებაა მასში მყოფადი მზის სულის მოღვაწეობის გამოსავლენად. ამრიგად, მახარებელი მარკოზი თავისი აღქმისთვის ხელმისაწვდომ ფაქტებზე მიუთითებს და, რაც მთავარია, წარმოგვიჩენს მზის სულის ძალთა მოქმედებას. მართალია მახარებელ მათესა და მახარებელ მარკოზის სახარებებში ბევრია საერთო, მაგრამ მათი მონათხრობი სხვადასხვა თვალსაზრისიდან გამომდინარეობს. მახარებელი მათე უპირატესად გარეგნულ დახასიათებებს კულტივირებს. იგი აღწერს, როგორ იჩინა თავი და შემდგომში, როგორ სრულიად განსაკუთრებულად გამოვლინდა ის თვისებები, რომლებიც იესოს ცხოვრების პირველ წლებში იქნა ჩანერგილი. მათესგან განსხვავებით, მახარებელი მარკოზი იესოს ფიზიკურ პიროვნებას მიმართავს მხოლოდ იმიტომ, რათა დაგვანახოს, როგორ ვლინდება დედამიწაზე მზის სულის მოღვაწეობა. თუკი ნამდვილად გსურთ დეტალების სიზუსტემდე გავიგოთ სახარებები, უნდა დეტალების სიზუსტემდე გაითავისოთ, რომ თითოეული მახარებლის მზერა ყოველთვის მიმართულია იმ მიზნისკენ, რომელიც მას თავიდანვე აქვს დასახული. წმინდა ლუკას სახარების ავტორი ყურადღებას ძირითადად ასტრალური სხეულის და მეორგანიზაციის დახასიათებაზე ამახვილებს. ანუ სავსებით უგულებელყოფს იესოს როგორც ფიზიკური პიროვნების განცდებს და ყურადღების ცენტრში აქცევს მის ასტრალური სხეულის შეგრძნებებს და გრძნობებს. ასტრალური სხეული ხომ ასევე აღშენებელ ძალთა სიბრალულის, თანაგრძნობის, გულმოწყალების გრძნობათა მატარებელია. ქრისტეს ასეთი ღრმა თანაგრძნობის განცდა განაპირობა იმან, რომ იგი ნათანის ასტრალურ სხეულში იყო განსხეულებული. აი ამიტომაც მახარებელი ლუკა თავიდანვე განსაკუთრებულად ნაგვთავს სიყვარულს, თანაალმობას, თანაგრძნობას იგივე, ხო? ანუ ყოველივე იმას, რაც ქრისტეს ახასიათებს სწორედ იმიტომ, რომ იგი ამ განსაზღვრული სხეულის მატარებელია. რაც შეეხება წმინდა იოანეს სახარების ავტორს, იგი უწინარეს ყოვლისა იესოს მეშვეობით ხედავს, როგორ ცხოვრობს და მოქმედებს ადამიანთა შორის ის უმაღლესი ღვთაებრივი საწყისი, რამაც კი შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს დედამიწაზე. ეს არის მზის სულის სამშვიდობელი. და აი, იოანე მახარებელი განგებ არ ინტერესდება ქრისტეს ფიზიკური ბუნებით. მისი მზერა მიმართულია ზესფეროებისკენ, მზის წმინდა ლოგოსისკენ. იესოს ფიზიკური პიროვნება მისთვის მხოლოდ საშუალებაა, რომლის მაგალითსაც იგი ხედავს,
როგორ მოქმედებს მზის სული ადამიანში. მისი მზერა გამუდმებით ეპყრობა იმ გეზს, რომელიც მან პირველივე სტრიქონებიდან აიღო. ანუ აქ იგულისხმება იოანეს სახარების დაწყება, ხო პირველად იყო სიტყვა. ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანებს ჩვენს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებზე გარედან დაკვირვება მხოლოდ ძილის დროს ძალგვიწყს. ამ ორივე სხეულში თავმოყრილია იმ ღვთაებრივ არსთა მთელი ძალები, რომლებიც მილიონობით წლები რუდუნებდნენ იმ ტაძრის აგებაზე, რასაც წარმოადგენს ფიზიკური სხეული. ამ ტაძარში ჩვენ ლემურიის ეპოქიდან ვცხოვრობთ და სულ უფრო და უფრო ვაბინძურებთ მას. თავიდან იგი სატურნის, მზის, მთვარის ევოლუციების წყალობით მოგვეცა. მასში ღვთაებრივი არსებები ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ. როდესაც ჩვენს სხეულს ვმზერთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგია ტაძარი ღმერთებისგან ჩვენთვის განამზადები. იმ ღმერთებისა, რომლებმაც ნებელ ყვეს მკვრივი ნივთიერებიდან შეექმნათ იგი. ეთერული სხეული ადამიანური არსის უფრო ფაქიზი სუბსტანციისგან შედგება. ადამიანისთვის იგი უჩინარია. ლუციფერულმა და არიმანულმა არსებებმა ადამიანს მოუსწეს მისი ხილვის შესაძლებლობა. ამ ეთერულ სხეულში ასევე მზესთან თანაზიარი რაღაც ცხოვრობს. მასში ჟღერს ის, ვისი აღქმაც როგორც ღვთაებრივისა შესაძლებელია ფიზიკური სფარგლებს მიღმა. მასში ჟღერს სფეროთა ჰარმონია. ამ ეთერულ სხეულში უმაღლესი ღვთაებები, უპირატესად მზის ღვთაებები ცხოვრობენ. ამრიგად ფიზიკური და ეთერული სხეულები შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანური არსების შედარებით სრულყოფილი წევრები. ძილის დროს ჩვენ მათ ვტოვებთ, ისინი გვწყდებიან და უცხრომ ნაკადებად მათ გამდინარე ღვთაებრივი არსებებით იმსჭვალებიან. და აი სწორედ ამ ფიზიკურ სხეულს, რომელსაც მახარობელი მათე თავისი მაუწყებლობის დასაწყისიდანვე ყურადღების ცენტრში აქცევს, ამ სხეულს აკვირდება იგი ქრისტეში. მაგრამ ნაზარეველ იესოს, რომელმაც 12 წლის ასაკში მიატოვა თავისი ფიზიკური სხეული, უკვე სხვა ფიზიკური სხეული აქვს. ის, რაც მასში იყო ღვთაებრივი, ნათანისეული იესოს ფიზიკურ სხეულში გადავიდა. ნათანისეული იესოს ფიზიკური სხეული, იმიტომ იყო ასეთი სრულყოფილი, რომ მას სოლომონის შთამომავალი იესოს სხეულებრივი ძალები მსჭვალავდა. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ ხედავს მახარებელი მათე ჯვარზე აღსრულებულ იესოს. მისი მზერა გამუდმებით ერთ წერტილსაა მიპყრობილი და აი ტოვებს რა ფიზიკურ სხეულს, სულს თან მიაქვს ყველაფერი, რაც ქრისტეში მის სხეულში ღვთაებრივი იყო. ეს ნიშნავს, რომ მახარებელ მათეს მზერა ფოკუსირებულია აქვს სწორედ სამშვენველის სხეულთან გაყრაზე, ქრისტეს სამშვენველის გაყრაზე მთელ იმ ღვთაებრივთან, რაც მის ფიზიკურ ბუნებაშია გამბეჭდილი. და მისტერიების ძველ გამონათქვამს ღმერთო ჩემო, როგორ განმადიდე მე, რომელიც ჟღერდა ყოველთვის, როცა კი ადამიანის სულიერი არსი სულიერ სამყაროთა ჭრეტად ფიზიკურ სხეულს ტოვებდა, მახარებელი მათე ამგვარ პერიფრაზირებას უკეთებს. ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? შენ დამტოვე მე, შენ მიმატოვე, სწორედ მიტოვების მომენტისკენაა მიპყრობილი მახარებელ მათეს ყურადღება. ამ დროს მახარებელი მარკოზი წარმოგვიჩენს, როგორ ახლოვდება მზის აურის გარე ძალები, როგორ უერთდება მზის აურა, მზის სულის სხეული ეთერულ სხეულს. ეს სხეული ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩვენი საკუთარი სხეული ძილის დროს. როგორც ძილის დროს გვშორდება მზის გარეგანი ძალები, ზუსტად ასევე განეშორენ ისინი ქრისტეს, მისი ფიზიკური აღსრულების ჟამს. ამიტომაც ჟღერს მარკოზის სახარებაში იგივე სიტყვები. ლუკას სახარების ავტორიც ასევე აკვირდება ქრისტე იესოს აღსრულების წუთებში იმას, რაზეც მისი მზერა ყოველთვის იყო ფოკუსირებული, ანუ ასტრალურ სხეულს და მეს. ამიტომ ეს სიტყვები იქ არ ჟღერს. მისთვის საგულისხმოა ფაქტები დაკავშირებული ასტრალურ სხეულთან, რომელშიც იმ წუთებში თანაგრძნობის და სიყვარულის განცდა უმაღლეს ხარისხამდეა ასული. ამიტომ მახარებელ ლუკასთან ჩვენ გვესმის სიტყვები: უფალო მიუტევე მათ, რამე თუ არ უწყიან, რა სჩადიან. ასეთი სიტყვები შესაძლოა აღმოხდომოდა მხოლოდ იმ ასტრალურ სხეულს, რომელსაც თავიდანვე აღწერს მახარებელი ლუკა.
ამ სიტყვებში გამოხატული სრული მორჩილება და თვითგანდგომა მომდინარეობს იმ ასტრალური სხეულიდან, რომელზეც თავიდანვე მიპყრობილია მახარებელ ლუკას ყურადღება. აქედანვეა ქრისტეს უკანასკნელი სიტყვები „მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს“. რაც შეეხება იოანე მახარებელს, იგი აღწერს იმას, რაც წაღებული იქნა დედამიწიდან, მაგრამ რაც ადამიანის წყალობით დედამიწაზე უნდა განხორციელდეს. იოანეს საგანია მსოფლიო წესრიგის აზრი, განბეჭდილი მზე სიტყვაში. გოლგოთას მოვლენა, როგორც ქრისტეს აღთქმა, აი მახარებელ იოანეს ძირითადი თემა. გოლგოთას მოვლენა, როგორც ქრისტეს აღთქმა. და მახარებელი იოანე აღწერს იმას, თუ როგორ აფუძნებს ჯვარზე სიკვდილის წუთებში ქრისტე ახალ საძმოს. უფრო მაღალს, ვიდრე ის სისხლის მიერ კავშირზე რომაა დაფუძნებული. მარიამის სისხლისმიერი დედაა, ქრისტე კი აფუძნებს იმას, რამაც სიყვარულში უნდა გააერთიანოს სამშვენიერები. საკუთარ დედას იგი თავის საყვარელ მოწაფეს არა სისხლისმიერად, არამედ სულიდან აბარებს. აღადგენს რა ადამიანის მიერ დაკარგულ პირველად კავშირებს ჯვარცმული ქრისტე წარმოთქვამს სიტყვებს, ახსავს ეს ახალი აზრით. აი ძე შენი და აი დედა შენი. სული აღმაშენებელი, სული აღმშენებელი, რომელიც ადამიანთა შორის ახალ ურთიერთ მიმართებებს ამყარებს, მიწიერ განვითარებაში ქრისტესთან ერთად შემოდის. და ეს სული იდენტური აღმშენებელ ძალასთან, რომელიც ჯვარცმულმა ქრისტემ ავლინა, დედამიწის სიცოცხლის ეთერის არსთან იდენტურია. მასშესადამე ერთი და იგივე მოვლენა, ქრისტეს მოვლენა დგას იმ ყველაფრის მიღმა, რაც სახარებებში აღწერილი. მაგრამ მათი ავტორები თავთავიანთ მონათხრობს გვთავაზობენ იმ თვალსაჩინარიდან, რომელიც მათ თავიდანვე ამოსავალ-წერტილად დასახეს. ყოველი მათგანი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ნათელმხილველურ მზერას აპყრობს იმ კუთხეს, რომლის ჭვრეტისადმიც არის წინასწარ განწყობილი, სხვა ყველაფერი მას ხელიდან უსხლტება. ამრიგად ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ უდიადესი მოვლენის, ქრისტეს მოვლენების აღწერილობებში წინააღმდეგობრივობები ფაქტიურად არც არსებობს. იმიტომ რომ ისინი 4 სხვადასხვა თვალსაზრისით 4 განსხვავებული კუთხითაა წარმოდგენილი. რეალურად ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიმეცნებთ სახარებას, როდესაც ამ 4-ვე ასპექტს ვაერთიანებთ. მაშინ უკვე სავსებით ბუნებრივად მივიჩნევთ, რომ მოციქულ პეტრეს აღიარება მხოლოდ მათეს სახარებაშია და არა სხვა რომელიმეში. მახარებელი მარკოზი ქრისტეს აღწერს როგორც მზის ძალას, როგორც ყოვლის მომცველ კოსმიურ ძალას, რომელიც სრულიად ახლებურად მოქმედებს დედამიწაზე. იგი გვიხატავს მზის აურის უდიდებულეს ძალას მიწიერ მოქმედებაში. ლუკას სახარება ლაპარაკობს რა ქრისტე იესოს სამშვენელზე, მის ასტრალურ სხეულზე, უპირატესად ახასიათებს ადამიანურ ინდივიდუალობას, ცხოვრების იმ წესს, რომლითაც ადამიანი საკუთარ არსებაში ცხოვრობს. რამე თუ ასტრალურ სხეულში ადამიანი სათავისოდ ცხოვრობს და მისი ყველაზე ღრმა ეგოიზმით სწორედ იქაა ფოკუსირებული. მაგრამ ამავე ასტრალურ სხეულში წარმოებს მისი შინაგანი ზრდა. ასტრალური სხეული არ განაწყობს ადამიანს მის თანაგვარ ადამიანებთან კავშირისადმი. ძალა, რომელიც ერთობისკენ გვიბიძგებს და რომლის წყალობითაც ერთი არსება ცდილობს ურთიერთობა დაამყაროს სხვა არსებებთან, ეთერულ სხეულშია დაუნჯებული. ამიტომაც არ ფლობს მახარებელი ლუკა იმ მონაცემებს, რომლებიც მას საშუალებას მისცემდა ელაპარაკა მომავალი ახალი ერთობის შესახებ. კიდევ უფრო ნაკლებადაა ამისადმი განწყობილი მახარებელი იოანე, რომელიც მე არსზეა ფოკუსირებული. მახარებელ მათესთან პირიქითაა, იგი აღწერს ქრისტე იესოს როგორც ადამიანს და მას სრულიად განსაკუთრებული საფუძველი აქვს ილაპარაკოს ურთიერთობებზე, ადამიანურ განცდებზე, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ღმერთმა ერთხელ ადამიანის სახე მიიღო. ურთიერთობები, რომლებსაც ღმერთი კაცი კაცთაგანი ამყარებს ცალკეულ ადამიანურ არსებებს შორის, ურთიერთობები, რომლებმაც უნდა დაბადოს საძმო, რომელზეც დაფუძნდება ერთიანი ტაძარი. აი ეს არის უმთავრესი, რაც უნდა აღწეროს მახარებელმა და მით წარმოაჩინოს ის, რაც ყველაზე ადამიანურია ქრისტე იესოში.
რეალურად იგი თავიდანვე აკვირდება, როგორ მოქმედებს ქრისტე ადამიანი იმ ძალთა მთელი სისრულით, რომლებიც მას თავისი ფიზიკურ, ეთერული სხეულებიდან ამოაქვს. ამიტომაც უკეთ თუ სულ მცირედად მაინც ვწვდებით საგანთაში და არსს, სავსებით ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ, რომ პეტრეს აღიარება შენ კლდე ხარ და ამ კლდეზე მე ჩემს სამწყსოს დავაფუძნებ, მხოლოდ მათეს სახარებაშია. და მაინც თუ კი განვიხილავთ სახარებების ირგვლივ ჩვენს თანამედროვე თეოლოგებს შორის გამართულ დისკუსიებს, უდავოდ თვალში გვეცემა ფანტაზიის და მახვილგონიერების სიჭარბე. სახარების უღრმესი სიტყვების გაგების, მისდამი მიყურადების კვალსაც კი იქ ვერ წააწყდებით. პეტრესადმი მიმართულ სიტყვათა უარმყოფელნი ამას სჩადიან, იმიტომ რომ ეს სიტყვები ქვაკუთხედად უდევს კათოლიკურ ეკლესიას და მისი გარე ორგანიზაცია ამ სიტყვებზეა ბაზირებული. სიმართლე ითქვას, ეს სიტყვები ბევრჯერ ბოროტად გამოუყენებიათ, მაგრამ ეს იმას როდი ამტკიცებს, რომ ისინი თავიდანვე იმისთვის ჩაიწერა სახარებაში, რათა კათოლიკურ ეკლესიას წადგომოდა. კრიტიკოსები ამ სიტყვებს არსებით ვერაფერს უპირისპირებენ. ერთმა კრიტიკოსმა ასეთი დასკვნა გააკეთა. მარკოზის სახარება სხვებთან შედარებით უფრო ადრინდელია. მათეს და ლუკას სახარებები მისგან იქნა კოპირებული და გავრცობილი. მისი აზრით, მათემ და ასევე ლუკამაც ტექსტის კოპირებისას თვითნებურად დაამატეს რაღაცეები. სახელდოღრ მათემ გადაწყვიტა დაემატებინა შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე მე ტაძარს დავაფუძნებ. მართალია არსებობს ძველი ტექსტები, რომელთა მიმართებითაც ძნელია გადაჭრით თქმა, რომ ესა თუ ის გამონათქვამი იქ თავიდანვე იყო მოცემული, მაგრამ რაც შეეხება მათეს სახარების ზემოაღნიშნულ სიტყვებს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ეს სიტყვები სახარებისა უცილობელი ნაწილია და არ არსებობს იმის ოდნავი საფუძველი, რომ ფილოლოგიური თვალსაზრისით ეჭვი შევიტანოთ მათ ნამდვილობაში. ზოგიერთი ტექსტი შეიძლება სათუოდ მივიჩნიოთ, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ერთობ რთული გზით მოაღწიეს ჩვენამდე. მაგრამ სიტყვები, რომელშიც გამოხატულია მოციქულ პეტრეს აღიარება, შენ ქრისტე ხარ, ცოცხალი ღმერთის ძე და ასევე ქრისტეს სიტყვები, შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე მე ავაგებ ტაძარს, ფილოლოგიური თვალსაზრისით უდავოდ ზედმიწევნით ზუსტია. ახლად მოძიებულ დოკუმენტებს შესაძლოა კიდეც მიეცა რაღაც საბაბი წინააღმდეგობრივი მოსაზრებისათვის, მაგრამ ეს კონკრეტული ადგილი იმდენად ცუდადაა შემონახული, რომ მისი წაკითხვა შეუძლებელია. ამიტომ ამ მიმართებით ძალაუნებლივ უნდა ვენდოთ მათ, ვისაც ნანახი აქვს ეს ხელნაწერი. თუ კი კარგად გავითავისებთ, რომ მათეს სახარებაში ქრისტე არსებითად აღწერილია როგორც ადამიანი, ეს მოგცემს გასაღებს, რომელიც ნებისმიერ კარს მოერგება. მისი მეშვეობით ჩვენთვის გასაგები ხდება აგრეთვე იგავები, რომლებსაც ქრისტე თავის მოწაფეებს და უახლოეს მეგობრებს უამბობდა. გუშინ ახსენით, როგორ ვითარდება ადამიანი დაბლიდან მაღლა. როგორ მაღლდება იგი ცნობიერ სამშვენველამდე. ყვავილის დარად როგორ იშლება ადამიანური ბუნების ღეროზე და როგორ ეგებება მას მისკენ ზეგარდმომავალ ქრისტეს იმპულსს. 5 კულტურული ეპოქის განმავლობაში ადამიანური ბუნების 5-ვე წევრი, ეთერული სხეული, ასტრალური სხეული, გრძნობადი სამშვენველი, განსჯითი სამშვენველი და ცნობიერი სამშვენველი მაღლისკენ იზრდება. ადამიანი აფორმებს, ან ვითარებს, ისეთნაირად ამზადებს მათ, რომ საჭირო მომენტში ქრისტეს იმპულსის ზემოქმედებას დაუქვემდებაროს. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ადამიანის არსების 5-ვე ელემენტი მართებულად იყოს დაბლიდან მაღლა განვითარებული. სხვაგვარად იგი ქრისტეს აღსაქმელად სათანადოდ ვერ მოეწიდება. თუკი თანამიმდევრული ინკარნაციების პროცესში ადამიანები არ მოემზადებიან ქრისტეს მისაღებად, მაშინ ქრისტე ვერავითარ ზეგავლენას მათზე ვერ მოახდენს და ისინი ვერ შეუერთდებიან მას. მათი ლამპრები ზეთისგან დაცლილი აღმოჩნდება, ხოლო მათზე, ვინც თავიანთ ლამპრებს ზეთით არ ავსებენ, მოგვითხრობს შესანიშნავი იგავი 5 უგუნურ ქალწულზე, რომლებიც საჭირო მომენტში ვერ შეხვდებიან ქრისტეს, რადგან დროულად ვერ აავსებენ ზეთის ლამპრებს.
რიცხვობრივ ფარდობითობებზე აგებული ყველა იგავი საკრალური სიღრმისაა. უпростоრეთ საკრალურ სიღრმეებამდე ხსნის იმ იმპულსს, რომელიც ქრისტემ ადამიანებს მოუტანა. მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი როდია ქრისტემ შეაგონა თავის მოწაფეებს, რომ საგნები გაგებული უნდა იყოს და არა მხოლოდ მატერიალურ ასპექტში, არამედ ყოველი საგანი შეიძლება იყოს საკრალური რეალობის ერთგვარი სიმბოლო. სურდა რა მოწაფეების ყურადღება მიექცია ამგვარი აზროვნების ხერხის თავისებურებაზე, მან მოითხოვა მონეტა, დინარი და ზედ ამოტვიფრულ კეისრის სახეზე მიუთითა. ამით მან მოწაფეებს გააგებინა, რომ ეს დინარი არა მარტო ლითონის მონეტაა, არამედ გარკვეული ძალისადმი, გარკვეული მმართველობისადმი მორჩილების სიმბოლო. რაც ამ მონეტაში კეისარს ეკუთვნის, კეისარს მიეცით. ამ კუთვნილებას განაპირობებს არა მეტალი, არამედ სახე აღბეჭდილი მეტალზე. თქვენ უნდა ისწავლოთ და სწორედ ამის თქმას უსქრისტეს. ასეთნაირადვე აღიქვათ ადამიანი და ყოველივე ის, რაც მას ცოცხალი ღმერთის მატარებლად, მის ტაძრად ხდის. განიხილეთ ადამიანი ისეთნაირადვე, როგორც განიხილავთ მონეტას. ისწავლეთ ადამიანში ღმერთის დანახვა და მაშინ გაარკვევთ თუ როგორ და რატომ ეკუთვნის იგი ღმერთს. სახარების იგავები ბევრად უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ჩვეულებრივ გონიათ. ამას მაშინ ხვდები, როდესაც აცნობიერებ, რომ ქრისტე შედარებებს და ანალოგიებს იყენებდა არა იმგვარად, როგორც ეს ხშირად ხდება დღეს ჟურნალისტიკის ეპოქაში, არამედ ცდილობდა თვით ადამიანური ბუნების საფუძვლებიდან ამოეზიდა ისინი. იგი ცალკეული წვდომებიდან ზოგადი დასკვნების გამოტანას ცდილობდა. წინააღმდეგობრივებისა და აბსურდებისგან თავდასაცავად ადამიანს ერთ სფეროდან მეორეზე აზრობრივი გადასვლა უნდა ესწავლა. როდესაც მაგალითად ზოგიერთ ადამიანებს პირველად დაებადათ აზრი, რომ ბუდა, ქრისტე და სხვანი მზიურ მითებს განასახიერებენ, იქვე თავი იჩინეს ამ მოსაზრებების მოწინააღმდეგებმაც, რომლებიც ამგვარი ზედაპირული მეთოდით მითიური ხატსახეების ან ზოდიაქოს ნიშნების კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მოვლენებთან მისადაგებას აკრიტიკებდნენ. თუ კი დაუშვებთ, რომ ქრისტეს ცხოვრება მზიური მითის გამოხატულებაა და აქედან დავასკვნით, რომ ქრისტე იესო საერთოდ არ არსებულა, მაშინ ასევე თამამად შეიძლება ვამტკიცოთ ისიც, რომ არც ნაპოლეონს უცხოვრია დედამიწაზე და იგი ლეგენდაა. მით უფრო რომ ეს არც თუ ისე ძნელია, რადგანაც ამბობენ, რომ ნაპოლეონის მზის ღმერთის აპოლონის სახელს ატარებდა, ხოლო სახელის წინ ბერძნული ასო ნ აღმატებით ხარისხის მიმანიშნებელი იყო. ამრიგად ნაპოლეონი ნიშნავს აპოლეონს, ანუ ზე აპოლონს. ეს შეიძლება კიდევ უფრო გავაღრმავოთ და უჩვეულო განსაცვიფრებელ ანალოგიებს მივაგნოთ. გაიხსენეთ ანალოგიები, რომლებიც გახსნა არარსებული იესოს გამომგონებელმა პროფესორმა დრევსმა. მან აღმოაჩინა, რომ სახელები იესო, ჯოზიუე, იასონი და სხვა ერთი და იგივეა. ასევე უჩვეულო კავშირები შეიძლება გამოიძებნოს ნაპოლეონის დედის, ლეტიციასა და აპოლონის დედის, ლატონას შორის. თუ კი კიდევ უფრო შორს შევტოპავთ, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ როგორც მზე აპოლონია გარშემორტყმული 12 თანავარსკვლავედით, ასევე იყო ნაპოლეონიც, რომლის ამალას წარმოადგენდა 12 მარშალი. ვინდლო არც ის იყო შემთხვევითი, რომ ნაპოლეონის მითის გმირს თავად ნაპოლეონს 6 და-ძმა ყავდა, ანუ ყველანი ერთად იყვნენ 7 პლანეტის შესაბამისად. აქედან დასკვნა ნაპოლეონი მითიური პიროვნება არასდროს არსებულა. ასეულაც შეიძლება ანეკდოტად ვაქციოთ ჩვენს დროში მოარული ზოგიერთი სიმბოლური განმარტებები. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ უდიდეს მსოფლიო მოვლენას, რომელზეც მოგვითხრობს სახარებები, ერთგვარი შინაგანი მზადყოფნით უნდა მივიახლოთ. ამ მიმართებით კი განსაკუთრებით ანთროპოსოფოსების წოდავენ. ხშირად ისინი ვარსკვლავთ სამყაროდან ამოწვდილი სიმბოლოებით და ანალოგიებით თამაშისგან თავს ვერ იკავებენ. ამიტომაც ამ ციკლში, რომელიც ეძღვნება კაცობრიობის ევოლუციის უდიდეს მოვლენებს და მათ გამოხატულებას თანავარსკვლავედების ენაზე,
საჭიროდ მივიჩნიე, წარმომეჩინა თუ რა სიზუსტე და სიფრთხილე გვმართებს ამ ენისადმი. საერთოდ კი, მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ მას, როდესაც სავსებით დავწუნდებით, საკუთარ ცოდნაში. აი სწორედ ასეთი მომზადების ბაგმართებთ სახარების უმაღლეს დასკვნით წერტილთან მიახლოების. მე უკვე მიგითითეთ, რომ ნათლობა და სიცოცხლის სიკვდილის ისტორია ხელდასხმის ორი ტიპია. ახლა ის გადამჩენია წარმოგიჩინოთ, როგორ განამაღლა ქრისტემ თავისი მოწაფეები მაკროკოსმოსში გავრცობილი ადამიანური არსების ჭრეტად. მიანიჭარა მათ სიკვდილის ზღურბლის მიღმა ხედვის შესაძლებლობა. ქრისტემ მათ აჩვენა აღდგომა, ოღონდ არა იმ ბანალური გაგებით, როგორც ეს დღეს ესმით. მოციქულ პავლეს სიტყვები სავსებით ემთხვევა იმას, რაც ნათქვამია მათეს, ასევე იოანეს სახარებებში და ისინი სიტყვასიტყვით უნდა იქნას გაგებული. აღდგომილი ქრისტე დამასკოს გზაზე ეცხადება მოციქულ პავლეს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მას წილხვდა ენახა ის, რაც ერთხელ იხილეს დანარჩენმა 12-მა და 500-მა მოძმემ. ქრისტე ისეთი, როგორიც იგი ეცხადა მას, აღდგომის შემდეგ, ასევე სხვებმაც იცხადეს. სახარება მოგვითხრობს, რომ მაგდალელმა მარიამმა 3 დღის წინ ნანახი ქრისტე, კვლავ ნახა აღდგომის შემდეგ და ვერ იცნო, მებაღეთ მიიჩნია. ქრისტეს რომ ისევ ის ძველი იერი ქონოდა, რა თქმა უნდა ეს არ მოხდებოდა, რადგანაც ძნელად დასაჯერებელია, რომ ასეთ მოკლე დროში ვეღარ იცნო ადამიანი, თუ იგი სხვა იერით არ გამოგეცხადა. ამდენად ქრისტე იესოს სახეცვლილება ჩვენთვის უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ჭეშმარიტება. და თუ კი ყურადღებით გავადევნებთ თვალს სახარების შინაარსს, ადვილად დავასკვნით, რომ გოლგოთას მისტერიის პერიოდის პალესტინის მოვლენებმა თვალი აუხილა მოწაფეებს. სწორედ ამიტომ შეძლეს მათ ქრისტეს შეცნობა მას შემდეგ, რაც მისი ფიზიკური სხეული მიწას იქნა მიბარებული, ანუ შეიცნეს იგი სულის იმ იერით, რომელიც ცხოვრობს და ქმნის სამყაროში. მახარებელი მათე ამის შესახებ დაწვრილებით ყვება და თანაც ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვებით, როგორსაც ვერცერთ დოკუმენტში ვერ ნახავთ. იგი მთელი სიცხადით წარმოაჩენს, რომ ქრისტე რაღაც დროის მანძილზე ადამიანის ფიზიკურ სხეულში ცხოვრობდა, მაგრამ ეს ფაქტი, ეს მოვლენა რაღაც უფრო მეტის მანიშნებელია. ეს არ არის მხოლოდ ფაქტი, როგორც ასეთი. ეს ფაქტი იმავდროულად არის მიზეზი, ბიძგი, იმპულსი, მასთან ახლავს შედეგები. მზიურმა სიტყვამ, მზის აურამ, რომელიც ზარათუსტრას აღწერილობებში დედამიწის გარეთ მოქმედებდა, ქრისტე იესოს მოქმედების წყალობით შეძლო შეერთებოდა დედამიწას და თავისი თავი მასთან დაეკავშირებინა. დიახ, ის რაც სამარადისოდ დაუკავშირდა დედამიწას, ქრისტეს მოვლინებამდე არ იყო დედამიწასთან შეერთებული და ანთროპოსოფოსებმა ეს კარგად უნდა გააცნობიერონ. ამრიგად, აღმდგარი ქრისტე მოწაფეების ნათელ მხილველურ მზერას გამოეცხადა. როგორც სული, ამიერიდან იყო დედამიწასთან დაკავშირებული. ეს სწორედ ის სულია, რომელსაც ხელეწიფება აქვს, თქვას, წადით და ჩემს მოწაფეებად მოაქციეთ ყველა ხალხი. მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ჩემი აღთქმანი. ხოლო მე თქვენთან ვიქნები დღემოდამ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა. სულის მეცნიერება უნდა დაგვეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რომ რაც იმ წუთებში მოხდა, ანუ მზის აურა დედამიწას შეუერთდა და ამის ხილვა შეძლეს მათ, ვისაც გახსნილი ჰქონდათ სულიერი მზერა ისე, როგორც მოციქულ პავლეს. ეს მოვლენა შესაძლოა სმენისთვის გახდეს მისაწვდომი, თუ კი ჩვენი სულისმიერი სმენა მზის მეტყველებისთვის გაიხსნება. როგორც იგი გაეხსნა ლაზარეს, რომელმაც ხელდასხმა თავად ქრისტესგან მიიღო. სულის მეცნიერებაც იმისთვის არსებობს, რომ გვასწავლოს ამ მოვლენის გაგება. აგვიხსნას სამყაროს ევოლუციის სულიერი მოვლენები. ამით იგი მათეს სახარების სულით ღებული ჭეშმარიტად აღასრულებს ქრისტე იესოს საქმეს. მათეს სახარებაში არის ერთი ადგილი, რომელიც არასწორადაა თარგმნილი. ეს გახლავთ საუცხოო სიტყვები.
მე მოვედი ქვეყნად, არა იმიტომ, რათა გამდევნო მისგან მშვიდობა, არამედ რათა გამდევნო მახვილი. ყველაზე დიდებული, რაც კი მშვიდობაზე თქმულა, დროთა მანძილზე საპირისპირო აზრით შეიცვალა. ქრისტეს არსი დედამიწის სულიერ ყოფიერებას შეუერთდა სწორედ იმიტომ, რომ თანდათან განათავისუფლოს დედამიწა ყოველივესგან, რასაც არეულობა და განხეთქილება მოაქვს. და სულის მეცნიერება, თუ კი იგი გახდება ჭეშმარიტად ქრისტიანული და გააერთიანებს ყველა რელიგიას, მართლაც მოიტანს მშვიდობას. იგი გააერთიანებს ჩვენი ქვეყნის არა მარტო გონებას, არამედ რეალურად დაამკვიდრებს მშვიდობას მთელ ქვეყანაზე, როდესაც აღიქმება და გაცნობიერდება უდიადესი მშვიდობის მყოფლის ქმედება. მაგრამ ფანატიკოსები, რომლებიც ცდილობენ როგორმე თავს მოახვიონ ქრისტიანობის საკუთარი ვიწრო გაგება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ხალხებს და აღმოსავლურ ასპექტში აღიარებინონ თავიანთი დოქტრინა, რა თქმა უნდა, არ იქცევიან უდიდესი მშვიდობის მყოფლის სულისკვეთებით. ქრისტეს მოძღვრების აღმოსავლეთში გატანა იმ სახით, რა სახითაც მას დღეს აღიარებენ, დიდი შეცდომაა. ჩვენ დღენიადაკ ვიმეორებთ. ქრისტე ეკუთვნის არა მარტო ქრისტიანებს. იგია ის, ვისაც ჯერ კიდევ ზარათუსტრა აურა მაზდაოს უწოდებდა და ვისაც ინდოელი რიშები ვიშვაკარმანის სახელით იხსენიებდნენ. დასავლეთის ადამიანებმა ამ აღმოსავლურ სახელებში ქრისტეს შეცნობა უნდა შეძლონ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქრისტეს ჩვენეული გაგება კაცობრიობის ევოლუციის ადამიანის თანმიმდევრული წინსვლის თანახმიერია. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ისტორიულ ძეგლებს ან ქრისტეს უარმყოფელ მეცნიერებებს არ ძალუძთ ნათელი მოჰფინონ მის მოვლენას. ქრისტეს ცდომაში დახმარება ხელეწიფებათ მხოლოდ მათ, ვინც თავის წიაღ ქრისტეს ცოცხალ იმპულსს ატარებენ. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ თუ კი სხვა ხალხებს ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისკვეთებით დაველაპარაკებით, ვიშვაკარმანსა და აურა მაზდაოზე, ისინი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე თავად მივლენ ქრისტეს გაგებამდე. ქრისტეს სახელს ძალით თავს არავის მოვახვევთ. თუ კი ოდნავ მაინც მივიჩნევთ თავს არა მარტო ანთროპოსოფოსებად, არამედ ასევე ოკულტისტებადაც, უნდა ვიცოდეთ, რომ თავად არსია მთავარი და არა სახელი. ჩვენ რომ ქრისტეში მყოფი არსის სხვაგვარად სახელდების სისწორეში დარწმუნებულიყავით, მაშინ მას სხვა სახელს მივაკუთვნებდით, რამე თუ ჩვენთვის მთავარია ჭეშმარიტება და რა იმ ხალხში თუ ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიცია, სადაც ვცხოვრობთ. ამიტომ ამაოდ გვარწმუნებენ, რომ ქრისტეს წვდომა შესაძლებელია იმ ხერხებითაც, რომლებიც მის არსს ეწინააღმდეგება. ქრისტეს პოვნა ყველა ერში შეიძლება, მაგრამ ამის მისაღწევად საჭიროა ის ხერხები, რომლებიც თავად ქრისტედან მომდინარეობს. არ შეიძლება ქრისტიანობის სწავლება იმ ფორმით, რომელიც უცხოა მისი ბუნებისთვის. არ შეიძლება ქრისტეს წვდომა აღმოსავლური კონცეფციების მეშვეობით, რომლებიც არათუ ავლენენ, არამედ მხოლოდ ნიღბავენ ქრისტეს არსს. რამე თუ ასეთ შემთხვევაში ადამიანი იმ განცდით, რომ იხილა იგი, მხოლოდ და მხოლოდ გვერდით ჩაუვლის მას. აღმოსავლური საზრისებისადმი მტრულ განწყობაში ბრალს ვერავინ დაგვდებს, მაგრამ ეს საზრისები შედარებით უფრო შორეული წარმოშობისაა და ქრისტეს გაგებისთვის მათი მოძღვრებები არასაკმარისია. ქრისტეს ჭეშმარიტი გაგება შესაძლებელია მხოლოდ ევოლუციის იმ ხაზზე, რომელმაც ჯერ აბრაჰამის, შემდეგ კი მოსეს პიროვნებაზე გაიარა. მართალია მოსეში ზარათუსტრას არსი ცხოვრობდა, მაგრამ მის მოღვაწეობას ვპოულობთ არა ძველ ტექსტებში, არამედ იქ, სადაც ეს მოღვაწეობა გრძელდება, ანუ მოსეში და ბოლოს იესო ნაზარეველში. უპირველესად უნდა გვახსოვდეს ევოლუცია. ბუდა უნდა ვეძებოთ არა იქ, სადაც იგი ცხოვრობდა 6 საუკუნით ადრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე, არამედ სადაც მას აღწერს მახარებელი ლუკა. ზე სფეროებიდან სხივ მფენს მას შემდეგ, რაც ბოთისატვას საფეხურიდან ბუდას საფეხურზე ავიდა და განანათლა ნათან მისეული იესოს ასტრალური სხეული. აი სწორედ იქ, იმ წერტილში, რომელსაც ბუდამ თავისი განვითარების პროცესში მიაღწია, იქ უნდა ვეძებოთ და გავეცნოთ მას.
ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საბოლოო ჯამში ყველა რელიგია ერთმანეთთან თანახმიერია და რეალურად ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას. მაგრამ ამ მიმართებით საქმე არ უნდა დავიდეს მხოლოდ სპირიტუალური ფაქტების გავრცელებამდე. მთავარი დაარსებითი შემეცნებათა ცოცხალ განცდებად გარდაქმნაა. ეს იგი მთავარი დაარსებითი შემეცნებათა ცოცხალ განცდებად გარდაქმნა. უაზრობაა ვილაპარაკოთ ტოლერანტობაზე და ამავე დროს მოუთმენელნი ვიყოთ ამა თუ იმ რელიგიის უპირატესობაზე საუბრისას. ჭეშმარიტი ტოლერანტობა ის გახლავთ, როდესაც ყველა მოვლენას მის კუთვნილ საზომს მიუსადაგებთ და შეგვიძლია ჩვენი საკუთარისგან განსხვავებული თვალსაზრისით შევხედოთ და შევაფასოთ საგნები. ქრისტიანობის განხორციელებაში უდიდესი რელიგიური მიმდინარეობები თანაშეირწყა და ეს ადამიანური მიკერძოებულობისგან დამოუკიდებლად მოხდა. ჭეშმარიტად იმ სიმაღლეზე, რომელზეც იშლებოდა უმაღლეს არსთა მოღვაწეობა, ყველაფერი რამდენადმე განსხვავებულად ხდებოდა, ვიდრე იქ, სადაც მათი მიმდევრები იღვწოდნენ. ასე მაგალითად, ამ მიმდევრებმა ბუდას ზედმეტსახელთან დაკავშირებული ჭეშმარიტი ორთოდოქსალური დოქტრინის დადგენის მიზნით ტიბეტში მოაწყვეს კრება და ეს მოხდა იმ ეპოქაში, როდესაც ნამდვილი ბუდა მახარებელ ლუკას მიერ აღწერილი იესოს ასტრალური სხეულის ინსპირაციისთვის დაეშვა. ასეა ყოველთვის. მიმდევრები ერთგულად იცავენ იმას, რაც არსებობას განაგრძობს როგორც წარსულის მოვლენის გადმონაშთი. ამ დროს კი ღმერთები კაცობრიობის ევოლუციის წარმმართველ მოღვაწეობას განაგრძობენ და კაცობრიობაც მით უფრო წინ მიიწევს, რამდენადაც ღმერთის ნების გაგებას ესწრაფვის და მათ წინასწარ განზრახვებს ახორციელებს. ჩვენ დავინახეთ, რომ განხილულ სამსახარებაში არის გარკვეული სხვაობები. მარკოზის სახარებაში, რომელსაც მომავალში გამოვიკვლევთ, ღრმა კოსმოლოგიის მოწმენი გავხდებით. რამე თუ აურა მაზდაოს ყოვლის გამსჭვალავი მოღვაწეობა მარკოზის სახარებასთანაც ისევეა დაკავშირებული, როგორც მათეს სახარება, რომელმაც განგვიცხადა ადამიანის სისხლთან დაკავშირებული იდუმალებები და პიროვნების მემკვიდრეობითი კავშირი იმ ხალხთან, რომელსაც იგი განეკუთვნება. მე მინდა, რომ ის, რაც ამ ბოლო დღეებში ითქვა, მიიღოთ ისე, როგორც ქრისტეს მოვლენების ერთ-ერთი ასპექტი. და მერწმუნეთ, რომ ბევრი რამ კვლავაც უთქმელი რჩება. ალბათ არ დამდგარა ის დრო, როდესაც სრულად განვაცხადებთ იმ უდიდეს იდუმალებებს, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ვიწრო წრეებში შეიძლება გააშკარავდეს. მთავარი აზრი, რომელიც გადმოცემული ფაქტებიდან შეიძლება გამოვიტანოთ, არის ის, რომ ეს ფაქტები უნდა აღვიქვათ არა მარტო გონებით და ინტელექტით, არამედ ჩვენი მშვენიერი ცხოვრების შიდა შრეებში შთავნერგოთ ისინი, რათა უცხრომელ ვყოთ მათი მოქმედება. სახარების სიტყვები ეს ის სიტყვებია, რომლებმაც ჩვენი გულები უნდა განწონოს. მაშინ ისინი სამშვენიველის განსაცვიფრებელ ცხოველმყოფელ ძალად იქცევა და ჩვენ შევნიშნავთ, რომ ეს სიცხოველე და ძალა, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, მუდამ ჩვენთანაა. დღეს ვამთავრებ ლექციათა ამ ციკლს და ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ და ამჯერად ქრისტიანული წარსულის ყველაზე მაღალი ძეგლის, მათეს სახარების სულით მსჭვალულმა კვლავ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მithქვამს ჩვენი ზაფხულის ციკლების დასასრულისას. რა არის ის უმთავრესი, რაც მომდინარეობს სახარებიდან, რომელიც უწინარეს ყოვლისა ქრისტე იესოს ადამიანურ ბუნებას დიდების მეტყველებს. მიუხედავად იმ აუზომელი მანძილისა, რაც ადამიანებსა და იმ პიროვნებას შორის ძევს, ვინც შეძლო საკუთარ თავში აღექვა ქრისტე, ამ ძეგლიდან მიიღეთ ეს სიტყვები მთელი თქვენი ადამიანური კრძალულებით. მომდინარეობს ადამიანური არსების ფასეულობა და ღირსება. რამე თუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბუნება ჯერ ერთობ შორსაა ნაზარეველი იესოს ბუნებისგან, ჩვენ მაინც სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ ჩვენც იმ ადამიანური ბუნებისანი ვართ, რომელმაც შეძლო თავის თავში მიეღო ძე ღვთისა, ცოცხალი ღმერთის ძე. აქედან გამომდინარეობს აღთქმა, რომ ამ იერიდან ძე ღვთისა დაკავშირებულია დედამიწის სულიერ სფეროსთან და როდესაც დედამიწის სულიერი ევოლუცია თავის მიზანს მიაღწევს, ყველა ადამიანი, ოღონდ კი თავის სამშვენიველის საკრალურ წიაღში ესწრაფოდეს ამას, ქრისტეს არსით განიმსჯვალება. რათა სრული უფლებით დავისახოთ ამგვარი იდეალი,
ჭეშმარიტი მორჩილება უნდა გაგვაჩნდეს. სხვა ფრივეს იდეალი ეგოიზმს და თავკერძობას გაგვიღვიძებს და იმასაც დაგვავიწყებს, რომ ფაქტიურად ჯერ არაფერი გავუკეთებია. ხოლო თუ კი გავიმსჭვალებით ამ ჭეშმარიტებით, ჩვენი იდეალი ისეთ ნათელ დიდებულებაში დაგვესახება, ყოვლის შემძლეობის და მშვენიერების ისეთ ბრწყინვალებაში წარმოგვიდგება, რომ მორჩილება სრულებითაც არ დაგვაკნინებს. და რაოდენ საკრალურიც არ უნდა იყოს ჩვენი თაყვანისცემა ამ იდეალისადმი, ეს ძალა შემოგვიდგება, გაგვმართავს და დამაჯერებლად წაგვიწყვება ღვთაებრივი მიზნისკენ. როზენკროიცერულ დრამაში ხელდასხმის კარიბჭესთან დეტალურადაა აღწერილი გზა, რომელიც წინ გვიდევს. ეს ნაჩვენებია სცენაში, სადაც იოჰანეს ტომაზიუსი უკიდურესი სიმძაფრით განიცდის ზემოქმედებას სიტყვებისა ადამიანო შეიცან თავი შენი, ხოლო მომდევნო სცენაში, სადაც მის სამშვენივალში ცოცხალ განცდად იღვრება სიტყვები ადამიანო განიცადე თავი შენი, იგი იოჰანესი ნეტარებით აღევლინება სულიერ სფეროებში. მათეს სახარისფისეული იესოს კეთილშობილება და დიდებულება ერთი მხრივ ღრმა მორჩილებისადმი განგვაწყობს და საკუთარი არარაობის პირისპირ გვაყენებს, მაგრამ იმავდროულად ჭეშმარიტების შინაგანი რეალობის რიდეებს ხსნის და ამ არარაობიდან თავადვე ძირფესვიანად გვძირყვავს. თუ კი ხანდახან თვითშემეცნებით გულანთებულებს ადამიანის ღვთაებრივი დიდებულების უჩვეულო სანახაობა გნუსხავს და გვანადგურებს, შევეცადოთ შევინარჩუნოთ ცოცხალი ღმერთის ძის ღვთაებრივი იმპულსის სამშვენივალში მიღების კეთილი ნება. რამე თუ თავად ქრისტე იესო მეს ყველაზე დიდი წარმომადგენელი მოგვიწოდებს საკუთარ თავში გამოვცადოთ მე. მოგმართავს რა ლაპიდარული სიტყვებით ადამიანო განიცადე ის რაც შენში ცხოვრობს. ეს მოწოდება მომავლის ყველა ადამიანისადმია მიმართული. როდესაც სახარებათაგან ჩვენთვის ყველაზე ახლო მყოფის მათეს სახარების ამ ადამიანური ასპექტით განვიმსჭვალებით, მისგან ამოვაწვდენთ სამომავლო მოღვაწეობისთვის საჭირო სიცოცხლის ძალას, იმედს, ენერგიას და ეს იქნება საუკეთესო ხერხი თუ საშუალება ყოველივე იმის დაუფლებისა, რაც ზემოთ ითქვა. გაითავისეთ ეს სიტყვები, მედიტაციურად განიცადეთ ისინი განმარტოების ჟამს. აქ შესაძლებელია მხოლოდ მითითებები, ხოლო რამდენს ამოაწვდენთ მათგან, ეს უკვე თქვენს გულსა და სამშვენივალზეა დამოკიდებული. ერთში გიმერწმუნეთ, რამდენადაც ეს სიტყვები ქრისტეს ეკუთვნის, ისინი ჭეშმარიტად გაორკეცებული სასიცოცხლო ძალის მქონეა. და თუ კი ამ სიტყვებს არათუ დაიუნჯებთ თქვენს მეხსიერებაში, არამედ გულისმიერი განვითარების უცხრომი იმპულსით დატვირთავთ, მათი მოქმედება ერთიან 10-ად გაიზრდება. ჩემი მიზანი იყო გამეღვიძებინა თქვენი სულიერი ძალები. ახლა თავადვე განაგრძეთ ეს ზემოქმედება საკუთარ გულებში. ეგებ მიაკვლიოთ კიდეც რაღაც ახალს, გარდა იმისა, რაც აქ ჩვენი ხანმოკლე შეხვედრებისას შევიტყვეთ. სწორედ ამ გაგებით ვამბობ, ნახვამდის.